28 დეკემბერს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ეზოში წინა საშობაო საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა. საღამოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წლის თავს მიეძღვნა. საქველმოქმედო საღამო ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებაში თბილისის 30-მდე სკოლა და ლიდერთა კლუბის 500-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. დამსწრე საზოგადოების წინაშე წარდგნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ნათლულთა გუნდი, საგალობელი, საპატრიარქოს სკოლები და ანსამბლი იავნანა. კონცერტზე საგალობლები და სხვადასხვა სიმღერა შესრულდა. ღონისძიების ფარგლებში გამოფენა გაყიდვა გაიმართა. აქ წარმოდგენილი იყო ხელნაკეთი ნივთები, ნახატები და ტკბილეული. ორგანიზატორთა განმარტებით საქველმოქმედო ღონისძიებიდან შემოსული თანხა ზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს, მათთვის საახალწლო გარემოს შექმნასა და სურვილების ასრულებას სრულად მოხმარდება. ქრისტეს შობის დღესასწაულს ადამიანებისთვის ძალიან დიდი და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. და განსაკუთრებით ქრისტეს შობა უხარიათ ბავშვებს და რამოდენიმე კვირით ან დღეებით ადრე იწყება ხოლმე დღესასწაული და დღესაც ჩვენთან სამების საკათედრო ტაძრის ეზოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევი და ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანის ინიციატივით ხდება. ეს ძალიან საბავშვო დღესასწაულია, აინთება ცოტა ხანში ნაძვისხე და ეპარქიების, სკოლების წარმომადგენელი ბავშვები, ახალგაზრდების კონცერტია და ცოტა ხანში უკვე ნაძვისხეც აინთება და ამით სიხარული მოენიჭებათ პატარა ბავშვებს. უწმინდესის აღსაყდრებასთან დაკავშირებით ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანმა დღეს გამართა საზეიმო საქველმოქმედო წინა საშობაო საღამო, რომლის ფარგლებშიც 30-მდე სკოლის ლიდერთა კლუბის 500-მდე მოსწავლემ მოაგროვა სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთები, რომლიდან შემოსული შემოწირულობითაც ჩვენ დავეხმარებით ზრუნველობა მოკლებული ბავშვების წინა საახალწლო სრულების ასრულებაში. დღევანდელ დღეს სილამაზეს სდენს ანსამბლები, რომლებიც ეპარქიებიდან ჩამოვიდნენ და მონაწილეობას ღებულობენ სხვადასხვა რაიონებიდან და რაც თავარია დღეს პირველად სამების ეზოში აინთება წინა საახალწლოდ ახალი წლის ნაძვისხე საზეიმოდ. მადლობა მინდა ყველა მონაწილეს გადაუხადო ამ ლამაზი დღის შექმნაში და ჩვენს პატრიარქს დიდხანს სიცოცხლე უსურვო და დღესგალობა და ჩვენს ქვეყანას წინასწარ მიულოცო შობა ახალი წელი. ღონისძიების ფარგლებში დავითიანის არაფორმალური განათლების სასწავლო ცენტრის წინ საახალწლო ნაძვისხე საზეიმო დაინთო. ტარდება კონცერტი, სადაც მონაწილეობას ღებულობენ საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე საპატრიარქოს სკოლის მოსწავლეები, შემოქმედებითი ჯგუფები, შემოქმედებითი ანსამბლები, საპატრიარქოს სკოლები ჩამოვზანდნენ ბათუმიდან, გურიიდან, ასევე იმერეთიდან, კახეთიდან, ქართლიდან, თითქმის ყველა კუთხე აქ არის თავმოყრილი და ისინი წარმოადგენენ თავიანთ შემოქმედებას. ჩვენი გიმნაზიაც და ხელოვნების სკოლაც ღებულობს მონაწილეობას დღევანდელ კონცერტში. ეს არის ერთ-ერთი მოწინავე და წარმატებული ხელოვნების სკოლა თბილისის საგანმანათლებლო და სახელოვნებო სივრცეში და ეს არის მისი უწმიდესობის ლოცვა-კურთხევის შედეგი, რომ საპატრიარქოს აქვს შესანიშნავი ხელოვნების სკოლა, რომელიც არ ჩამორჩება თბილისის ტრადიციულ მუსიკალურ და სამხატვრო სკოლებს და ეს მართლაც საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი სკოლებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია ხელოვნების მიმართულებით, რომელიც მოქმედებს. გილოცავთ დამდეგშობა ახალ წელს, განსაკუთრებით მინდა მიულოცო ჩვენს პატრიარქს, მის უწმიდესობას, მინდა მიულოცო მთელ საქართველოს, მინდა მიულოცო ყველა მოსწავლეს, ბავშვებს, ჩვენს ახალგაზრდობას, ჩვენ გვყავს ძალიან შესანიშნავი ახალგაზრდობა და პრობლემას უნდა საბოლოოდ საქართველოს ბედი უნდა გადაწყვიტონ. ჩვენ სკოლას როცა აფუძნებდა მისი უწმიდესობა, ბრძანა რომ ეს სკოლა იქნება თამარ მეფის სახელობის და თქვენ უნდა აღადგინოთ, ამ მოსწავლეებმა უნდა აღადგინოთ თამარის ეპოქა და თამარის ეპოქის სულისკვეთებით უნდა ააშენონ მომავალი საქართველო. მოგილოცავთ დამდეგშობა ახალ წელს, ულოცავ უწოდეს და უნეტარეს აღსაყდრებიდან 48 წლის შესრულებას და წარმოდგენილია მეფე თამარის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლეების ნამუშევრები. დღევანდელი დღე მინდა მიულოცო ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს
ილია მეორეს მის აღსაყდრებიდან 48 წლის თავს ეძღვნება აღნიშნული ღონისძიება ახალგაზრდულმა ცენტრმა დავითიანმა ამდენი ბავშვი გააერთიანა საქართველოს მთლიანად საქართველოს სკოლები უერთდებიან აღნიშნულ ღონისძიებას ბავშვებმა ახალგაზრდებმა თავიანთი ხელით გააკეთეს პატარა ნივთები რომლებსაც საქველმოქმედო აქციას მიუძღვნიან და დაეხმარებიან ზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს. მივულოცავ დამდეგშობა ახალ წელს სრულიად საქართველოს, ჩვენს უწმინდესა და უნეტარეს მივულოცავ აღსაყდრების 48 წლის თავს. ძალიან დიდი მადლობა, უდიდესია მისი ღვაწლი და ჩვენ ყველა ძალიან ბედნიერები ვართ, რომ მისი თანამედროვეები ვართ. მადლობა მას ღვაწლისთვის და ღმერთმა გვიცოცხლოს დიდხან, მრავალჟამიერ უწმინდესო. დღეს ჩვენ ვართ დავითიანის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე. ჩვენ ვართ ბოლნისიდან საპატრიარქოს სკოლა ბოლნისში, იოანე ბოლნელის სახელობის სკოლა, ჩვენი ხალხური სიმღერის გურდი წარსდგება მაყურებლის წინაშე და ამით გავერთიანდით საპატრიარქოს სკოლები. მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ორგანიზატორებს, საოცარი სილამაზე დაგვახვედრეს აქ. ჩამოვედით ბოლნისიდან, ვიღებთ მონაწილეობა, ძალიან საინტერესოა. მინდა მიულოცო პატრიარქს 52 წელი აღსაყდრებიდან, უფალმა დალოცო საქართველო და მისი ღვაწლი და მისი ძალა ფარავდეს თელ საქართველოს. ჩვენი გალობის გუნდი ჩამოვიდა ქალაქ ოზურგეთიდან. ჩვენ შევასრულეთ 3 საგალობელი და პატრიარქს უსურვებ რომ იყოს ჯანმრთელად და ბედნიერად. დღეს ყველა ისეთი ადამიანები ვართ გაერთიანებული, ვისაც გვინდა რომ გავაკეთოთ სიკეთე და დავეხმაროთ გაჭირებულ ადამიანებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანი 2007 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით დაფუძნდა. ახალგაზრდული მოძრაობა არაერთ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს.